მორიგი ჭიქით დაგიბრუნდით. მე ნათია შაი. თქვენთვის ჩემს არხზე, რომელსაც გამოწერის შემდეგ თქვენი არხი გახდება. უკვე ძალიან საინტერესო რაღაცები ჩანს. ალბათ ხედავთ აი თეთრ ხესაც, აი ესე დაშვებულს. ეს არის და გილოცავთ, ვინც შეჩერდით ამ ყავის ჭიქაზე. ეს არის ძალიან დიდი დაცვის მანიშნებელი სამყაროდან. ეს არის დიდი დაცვა უფლისგან, თქვენი მფარველი ანგელოზისგან, თქვენი მაღალი მესგან. აი ეს ხელი შავ ძაღლს ადევს ზურგზე. იცით, ეს არის რომ თქვენ უკვე მართავთ თქვენს ენერგიებს, თქვენს ემოციებს და თქვენ კარი გაქვთ ღია ამ დამცველობითი ენერგიისადმი და უშვებთ მას. თქვენ გესმით სამყაროს ნიშნები, თქვენ ნებას აძლევთ თქვენს მფარველ ანგელოზს, რომ დაგიცვათ, დაგეხმაროთ, მიგანიშნოთ და სინქრონულად თანაცხოვრობთ თქვენ და თქვენი დამცავი ენერგიები. ამ ძაღლს პირში თითქოს ვირთხა უჭირავს კუდით. ეს არის რაღაც მიწიერი, დაბალ ვიბრაციული ენერგიები, რომლებიც თანესპირი ღია, რომლებიც ჯერ კიდევ უჭირავს, თუმცა პირი ღია, სადაცაა გავა და გაიქცევა. ამ ძაღლს კარგად თუ დააკვირდებით, მეორეს მხრივ აქვს დაჩოქილი მლოცველი ადამიანის ფორმა და წიესამიანი უწერია. ეს ფორმა მიუთითებს გაწმენდის ფაზაზე და სამი ნიშნავს სული, გონების და სხეულის ერთ ჰარმონიაში მოქცევას. ამ ყველაფერს რაღაცნაირი უსიამოვნო მოხუცის პროფილი უყურებს. იცით როგორ შეიძლება ეს აღქმული იქნას, შეიძლება ეს არის თქვენი, რადგან აი ესე ჩანს თქვენს ჭიქაში სამყაროდან დაცული ხელის ჩამოშვება, ასევე ჩანს ეს სამიანი ღვთიური ენერგია, ხო, აი ესეთი მაღალ ვიბრაციული ენერგიებია ამ ჭიქაში. შეიძლება ეს იყოს თქვენი სულიერი მასწავლებლის ენერგია, ან რაიმე წინა რეინკარნაციებიდან წამოსული კარმული კავშირები. ასევე დააკვირდით თქვენს ცხოვრებაში კარმული ადამიანის გამოჩენას. სამყაროში თითქოს გეუბნებათ, რომ თქვენ ამისთვის მზად ხართ უკვე. აი, მზადყოფნაში ხართ, თქვენ უკვე ამ გამოცდას გაივლით. უზარადია ქვევით, ეს არის დაცვის მანიშნებელი, ზევით პეპელა არის, ეს არის განთავისუფლება, ჰაეროვნება. ეს ორივე ფიგურა ერთ ფინჯანში მიუთითებს, რომ თქვენ უკვე აღარ იბრძვით აგრესიულად, მტკივნეულად, ხო, დამღლელად, უკვე გადასული ხართ სიყვარულის ენერგიაში. აი, ბრძოლას ვეღარ გრძნობთ შეკრით, ეს უკვე არის მიმღებლობა და სიყვარული. აი, სადაც ტუჩი ედებოდა და ვსვავდი, აი ამ ფიგურაზე მაქვს ლაპარაკი, ლურსმანი ან ქინძის თავად შეიძლება აღიქვას. ეს არის რაღაცა გამოუთქმელი განცდა თქვენში, რასაც არ ამბობთ, რაც არ ამოვიდა, რასაც შუმად ატარებთ, ტკივილი, რომელიც დაფარულია, ინტიმურია და ითხოვს ეს ენერგია გამოშვებას და განთავისუფლებას. გვერდზე საკმაოდ დიდი სახე ჩანს,
არ ვიცი ეკრანზე რამდენად აღიქვება, ინახეთ ცხვირი თვალები, სქელი ტუჩები, სევდიანი კაცის პირის სახეა. ესეც თქვენი სულიერი სარკეა. და ქვევით წერია ციფრები 9, 1, 2 და D-ასო. აი კარმულია თქვენი ჭიქა, ძალიან კარმულია. ნახე სული შრეები ჩანს, რეინკარნაციის შრეები ჩანს. 9 ეს არის ძალიან მოკლედ რო ავხსნა, ეს არის რაღაცა ციკლის დასრულება, შეჯამება, კარმული ციკლების დასრულება. ერთიანი კი ახლის დასაწყისია და ორი არის პარტნიორული ურთიერთობა. ანუ რო შევაჯამოთ, რაღაცა კარმული ჯაჭვი ენერგია შეიკრა, დასრულდა, გადამუშავდა, მოხდა შეფასება თქვენი მაღალი მასწავლებლობის მიერ, თქვენი მაღალი მის მიერ და ეხლა შემოდის თქვენში ენერგია, ახალი ენერგია პარტნიორობისა და დეასო დუალობასაც ნიშნავს, თუ ვინმე არ აკავთ დეასოზე პარტნიორი, ასე ვთქვათ. ანუ ორივე პარტნიორი, რომელიც შემოვა ერთმანეთისგან რაღაცას ისწავლით, რაღაცას მიიღებს და რაღაცა დიდი განვითარება მოხდება. გადავიდეთ ახლა მომავლის, ასე ვთქვათ, უფრო მომავლის მხარეზე. აი ესეთი ფიგურა, სხვათა შორის წინა ვიდეოშიც იყო ზუსტად იგივე ფიგურა, ოღონდ აქ ძალიან დიდი არის, აი ნახეთ როგორ 4-ით მიცოცავს მაღლზე და ხელზე როგორი დიდი A-ასო აწერია. საკმაოდ ძლიერი სიმბოლოა. როგორც სურვილის ასრულებას, ასევე ნიშნავს ღმერთთან კავშირს. და აი მაღლა ადიხართ, ეს არის თქვენი ცნობიერების, ასე ვთქვათ, ენერგია, მაღლასვა, თქვენი განვითარების მაჩვენებელი, რომ თქვენი სულიერი ზრდა მიდის მაღლა და მაღლა. ეს ჭიქა უფრო ესეთი სულიერ ფსიქოლოგიური აღმოჩნდა, ვიდრე მატერიალური, პრაგმატული, მაგრამ ალბათ ესე არის საჭირო მისთვის, ვისაც შეხვდა ეს ჭიქა, ამ ჭიქის ვიდეო. გვერდზე ლამაზი მინდვრის ყვავილებია და ქვეშ ტაძარი არის, რომელსაც წინ თეთრი გული ახატია. ეს არის აი ეს ასვლა ხო ხდება, ღმერთთან კავშირი ხო ხდება თქვენი სულიერი ენერგიის, გამთლიანება ხო ხდება სიყვარულის ვიბრაციასთან. და ყავიჩიკა გიდასტურებთ, რომ ეს არის ძალიან ლამაზი, ჰარმონიული, მშვიდი ენერგია, სიყვარულით სავსე, რომელიც თქვენში ჩაიბუდებს. როგორც ყვავილები აი გაიფურჩქნება, ყვავდება, ხო, გალამაზდება, ესე ხედავს თქვენ სულიერ სამყაროს, ასე ვთქვათ, მაღალი ძალები. ასევე ტაძართან ყოფი ეს გული, აი მინდა დაგანახოთ. აი ნახეთ როგორი ტაძარია და ეს თეთრი გული მის წინ. ეს მინიშნება უკვე მატერიალურ სამყაროში, ჯილდო თითქოს თქვენი, რომ თქვენთან მოვა ახალი წრფელი, სუფთა სიყვარული, რომელიც იქნება ამ ყოველფრის დასტური, იმ შინაგანი თქვენი ენერგიის, რასაც თქვენ მიაღწიეთ. აი ამ ფიგურებს შორის 3 ერთიანი წერია, 1, 2, 3, სულ ერთიანები და ეს ერთიანები მიანიშნებს, რომ სამ საქმეში, სამ განხრაში, სამ სფეროში ახალი დასაწყისი იქნება თქვენს ცხოვრებაში. აი აქ დავინახე ძალიან საინტერესო ფიგურა. მოდი ესე გაჩვენოთ. აი ნახეთ, ქალი ხელეფ აპყრობილი, შესაგებებლად ელოდება, ხვდება ადამიანს. ეს ადამიანიც აი მის თავს ზევით ჩანს, მოდის, აი ნახე, გზიდან მოდის, თანხელში რაღაც უჭირავს ამ ქალისკენ და ნახე როგორი ისეთი გზად ჩანს. ეს არის თქვენი სულის მიმღებლობა,
ეს არის ზუსტად ის, რაც თქვი, რომ თქვენთან მოდის, ეს უკვე გაიწერა სამყაროში, რომ თქვენთან მოდის პარტნიორი, რომელიც ასე ვთქვათ, ღვთისგან კურთხეულია, ეს თქვენი პარტნიორობა, ეს თქვენი სიყვარული და შეეგებეთ ამ დიად სიყვარულს. წინა ესეთი 15 ენერგია წერია. 15 ენერგია ეს არის ეშმაკის ენერგია, ჩემო ძვირფასებო. მაგრამ ეზოთერიკაში ეს 15 დემონური ენერგია არ არის ის ენერგია, როგორიც მასაში არის, ხო? ისეთი ეშმაკური დემონური. ეხლა მე მინდა ცოტა ეს ენერგია გავშიფრო და აგიხსნათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით როგორ ჩანს ეს. ეზოთერიკაში 15 ენერგია ეს არის დაახლოებით რო წარმოიდგინოთ 64 შესასვლელთან დარაჯი, რომელიც არჩევს ვინ შეუშვას 64-ში და ვინ მოისროლოს ჯოჯოხეთში. ეს არის ენერგია, რომელიც ორ სხვადასხვა ხელს თავაზობს ადამიანებს. ერთი ხელით ეს არის ის ანგელოზებრივი ენერგია, რომელიც მას ჰქონდა, იმიტომ ეს იყო უმთავრესი ანგელოზი, აი ამ ორივე ენერგიას აერთიანებს 15 ენერგია, ღვთიური ენერგია და ვინც ამას იმსახურებს, უწვდის ამ ხელს, ღვთიურ ხელს, ხოლო მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, დაბლ ვიბრაციულ ადამიანებს უწვდის დემონურ ხელს. აი ეს 15 ენერგია არის ზუსტად აი ასე ვთქვათ, ამ 15 ენერგიას თავზე ადევს ზუსტად ეს ტაძარი და სიყვარული. აქ ჩანს, რომ აი აქ ამ ენერგიამ გაიღვიძა ღვთაებრივი მიმართულებით და გამოწვილია ზუსტად, ასე ვთქვათ, ღვთის კურთხევის ხელი. გულში ძალიან ბევრი სამიანებია და ისევ ხედავთ ალბათ შუაში პატარა გულს, თეთრ გულს და ისევ და ისევ ეს აჩვენებს, რომ ღმერთის კურთხევა არის იმ სიყვარულზე, რომელიც მოვა თქვენს ცხოვრებაში. ის იყო, მეგონა რომ ყველაფერი დავინახე, დავამთავრე, ასე ვთქვათ, ჭირქის აღქმა და აი რომ დავინახე ალბათ თქვენც ხედავთ ორსული ქალი და მის წინ თითქოს ქალის ფიგურაა, მაგრამ უფრო ენერგიას გავს დაჩოქილი ამ ქალის წინაშე. ორსული ქალი ეს არის სიცოცხლის შემოქმედი სიყვარულის ახალი ციკლის დაწყება. ეს აღიქვით, ვიღაცას აშება ეს პირდაპირ ესე იქნას ასრულებული, რომ ორსულობა დადგეს მატერიალურ სამყაროში და ვიღაცებთან ეს საჯარო გაშლა შეიძლება იყოს თქვენი სულის დიდებული, ასე ვთქვათ, ახალი ციკლის დაწყება, თქვენ სულში ახალი ენერგიის ჩაბუდება და საშობაოდ მზაობა. თუმცა როგორც თქვი, შეიძლება ეს პირდაპირ იყოს აღქმული და ესეც ახდეს ვიღაცებთან. ხოლო რაც შეეხება აი ამ ენერგიას, თეთრ ენერგიას, რომელიც მის წინ არის დაჩოქილი, შეიძლება აღიქვათ როგორც შენი სულიერი მე, შენი მაღალი მე და რაღაცა შეატრიალეთ თქვენ. ნახეთ, ადამიანების უმრავლესობას მართავს თითქოს რაღაცა გაწერილი სიუჟეტის, ხო, მაღალი მესმიერ გაწერილი სიუჟეტის პერსონაჟია. და ცნობენ, რომ ცხოვრება მოქმედებს მასზე, ცხოვრება კარნახობს, ცხოვრება დირიჟორი და ის შემსრულებელი. აი თქვენთან შეტრიალებულია ეს ყველაფერი. ახლა თქვენ მართავს თქვენს ცხოვრებას და თქვენი მაღალი მე გიჩოქებთ და გეუბნებათ როგორც ჯინი, რომ მიბრძანეთ, მზად ვარ შევასრულო და მზად ვარ გემსახურო. ეს არის თქვენი იგივე შინაგანი ძალა, რომელიც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენ გახდეთ თქვენი ცხოვრების დირიჟორი. მე შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და მას შემდეგ რაც გამოიწერთ ამ არხს, ის თქვენი არხი გახდება, ხოლო ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 5933507. მომწერეთ ვიბერზე ან WhatsApp-ზე, ან მომწერეთ Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით, შემდეგ ვითევთ.